რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს. ჭყონდიდელის სახელობის უბანში, მცხეთის, სამშვილდის და ნეკრასოვის ქუჩებზე ახალი გზების მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით აქ სანიაღვრე სისტემის მოწყობაც არის გათვალისწინებული. სამივე ქუჩაზე ჯამში 14607 კვადრატული მეტრის ფართობის გზა დაიგება, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ახალი გზის მშენებლობა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება მიმდინარეობს მოდებაძის ქუჩაზეც. გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება ზედგენიძის, გრანელის, გიორგაძის და ჯავახიშვილის ქუჩებზე. მიმდინარე წელს რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა 65000 კვადრატული მეტრის ფართობზე მოეწყობა. თავარი პრობლემა წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის იყო სანიაღვრე სისტემის არარსებობა. პროექტი გულისხმობს როგორც ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობას, ასევე ასფალტის საფარით ქუჩების მოპირკეთება. აღნიშნულ ლოკაციაზე და მათ შორის სამშვიდის და ნეკრასოვის ქუჩების დამაკავშირებელი ჩიხების რეაბილიტაციაც მოხდება, განახლებულ ინფრასტრუქტურას. პროექტის ღირებულება არის 1,700,000 ლარი და სამუშაოების დასრულებას ველოდებით სექტემბრის თვეში.